ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის მეორე ბრალდება განიხილება. ეს წინა სასამართლოს ხდომა მხარეები მტკიცებულებებს განიხილავენ. ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთ ლიდერს უკვე წარდგენილი აქვს ერთი ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე. რა ხდება დღევანდელ ხდომაზე? დეა ბაძაღუა მოგვიყვება დეტალებს თბილისის საქალაქო სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლოს ხდომა. ეს არის რიგით მეორე საქმე და ბრალი, რომელიც მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის მუხლით აქვს წარდგენილი. დღეს გაიმართება წინა სასამართლოს ხდომა, სადაც მხარეებმა უნდა იმსჯელონ მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც მოსამართლე გადაწყვეტს, გადავა თუ არა უკვე საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე. ჩვენ ვესაუბრეთ ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს, მის ადვოკატებს, რომლებიც ამბობენ იმას, რომ საქმე არის აბსურდული და კომიკური, რადგან არ დევს არანაირი მტკიცებულება. მათი თქმით, საქმეში არსებული ეგრეთ წოდებული ოდოროლოგიური დასკვნა, ანუ ძაღლების მიერ ყნოსვით აღებული ნიმუში ვერ იქნება უტყუარი იმის გამო, რომ ის არის დაგვიანებით აღებული და ამის გარდა საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას. გარდა ამისა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება გასული წლის მაისში მომხდარს სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს, რა დროსაც დაიწყო გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, ხოლო ერთი წლის შემდგომ ის დაუკავშირდა უეცრად ალეკო ელისაშვილს და გადაკვალიფიცირდა ტერორისტული აქტის ჩადენის მუხლად, რომელიც წარედგინა შემდგომ ალეკო ელისაშვილს. გარდა ამისა, ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით დაირღვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უდანაშაულობის პრეზუმპცია. თქვენ შეგიძლიათ რომ მოისმინოთ მათი პოზიცია პირდაპირ ეთერში. ეს იქნება წინა სასამართლოს ხდომა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსანდრე ელისაშვილის მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება 4 მაისს მომხდარ ხანძარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფასადზე, ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე. ეს იქნება ერთადერთი პრეცედენტული საქმე, როდესაც არც ერთი მოწმე არ არის საქმეში და უცნობი ძაღლების, ასე ვთქვათ, დაყრდნობით, უცნობ ძაღლებზე დაყრდნობით, რომელთა რაოდენობაც კი უცნობია სისხლის სამართლის საქმედან, ადამიანს ბრალდება აქვს წაყენებული 15 წლიანი სასჯელის, ესე იგი დანაშაულისათვის, რომელიც 15 წლით სასჯელს ითვალისწინებს და დღევანდელ პროცესზე აუცილებლად ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობებს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება ეგრეთ წოდებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და თუ სასამართლო არ გამოიჩენს მინიმალურ სამართლიანობას და დაუშვებლად არ ცნობს ამ მტკიცებულებას, ბრალდებულთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ იმ ერთ აბზაცს, სადაც ზოგადად და ბუნდოვნად არის ჩაწერილი, რომ უცნობმა ძაღლებმა, ენრაოდენობის ძაღლებმა ამოიცნეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნში კონკრეტული ადამიანის სუნი. მას შემდეგ რაც პროკურატურა შევიდა ჩიხში, იმ პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით, შუში ჩატეხვის საქმესთან დაკავშირებით, იძულებული გახდნენ, რომ შეეკერათ, დაეწყოთ ახალი საქმის გამოგონება ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და დღეს მიმდინარე საქმე, ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე, არის კაფიო მაგალითი იმისი, თუ როგორ უნდა შეიკეროს საქმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა. მოგეხსენებათ, რომ არის მხოლოდ ოდოროლოგიური კვლევის დასკვნა და მოგეხსენებათ, რომ ეს ნიმუში, მინდა რომ ხალხმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს ნიმუში არის აღებული გარე სივრციდან ხანძრის დროს, მას შემდეგ რაც მეხანძრება იგი ჩააქრეს. ანუ ყველანაირი კვალი, რომც ეარსება, ყველანაირი კვალს, რომც ეარსება აღნიშნულ ტერიტორიაზე, შეუძლებელი იქნებოდა, რომ რამე სუნის ნიმუში აეღოთ და მე ამ აღებული სუნის ნიმუშიდან დაედგინათ კონკრეტული პირი, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მონაწილე ამ შემთხვევაში. ალეკო ელისაშვილს ამავე მუხლით კიდევ ერთი ბრალი აქვს წარდგენილი. ადვოკატები ამბობენ იმას, რომ სწორედ პირველ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო გადაწყვეტა პროკურატურამ ის, რომ წარედგინა მეორე ბრალი, რომელიც ვერაფრით ვერ უკავშირდება მათი თქმით ალეკო ელისაშვილს, რათა გაემყარებინათ ის პირველი საქმე. დღეს როგორც მოისმინეთ, ისინი დააყენებენ შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ამას ხდომის დასრულების შემდგომ გავიგებთ, როგორც იცით, ალეკო ელისაშვილი ესწრება ყველა პროცესს და საინტერესოა თუ რა ექნება მას დღეს სათქმელი როგორც სასამართლოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის.